მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გავხსნა თქვენთან ერთად Santa Cruz-ის ელექტროველოსიპედები, რომელსაც აქვს მეხუთე თაობის Bosch-ის ძრავი. ყველა დეტალი არის ძალიან კარგად შეფუთული, რომ ტრანსპორტირების დროს არ მოხდეს მისი დაზიანება. წელს Santa Cruz-მა გამოუშვა ალუმინის ჩარჩოთი, რადგანაც ალუმინის ჩარჩოთი შედარებით ცუდ მოპყრობას იტანს და ცუდ მოპყრობას იტანს, იმიტომ რომ როდესაც გაქირავების დროს არ უფრთხილდებიან ტრანსპორტირებისას გადატანის დროს, ალუმინის ჩარჩო არის უფრო, როგორ ვთქვათ, უფრო იოლი მოსავლელი ვიდრე კარბონის. ალუმინის ჩარჩოზე ღრმა ნაიარევი მინდა ეს ველოსიპედები რომ გამოვიყენოთ ისე რომ გავაქირავოთ. ჩვენი პრაქტიკამ გვანახა რომ წინა არის 29-იანი, უკანა არის 27-ნახევრიანი. უკანა არის უფრო მანევრირებადი 27-ნახევრიანი, წინაყენია 29-იანი, რომელიც სტაბილური არის დაბრკოლებების გადალახვაში. უკანა არის ორკამერიანი ამორტიზატორი, რომელიც არის იდეალური სტაბილიზაციისთვის, ნახტომებისთვის, ორმოებში გადასვლის დროს. წინა უყენია ზების ბიანს და არის დაკეტილი, რომელიც გეხმარება აღმართის დროს დაზოგო ენერგია. აქ ჰაერის კამერა, ასევე უკანასაც აქ ჰაერის კამერა და რებაუნდი ორივეს. რებაუნდი გეხმარება სვლაში. ამ ველოსიპედს აქვს უკვე მეხუთე თაობის ძრავი, Bosch-ის ძრავი. Bosch-ის ძრავები არის ერთ-ერთი ყველაზე მუშა ძრავი ელექტროველოსიპედში. წინა მოდელებს არ ქონდათ ხოლმე, წინა მოდელი უნდა შეგერთებინა კომპიუტერში, ამას აღარ ჭირდება კომპიუტერში შეერთება, ამას შეგიძლიათ უკვე მობილური აპლიკაციით მართოთ მეხუთე თაობის Bosch-ის ძრავები, რაც ძალიან გეხმარება შენ თვითონ გააკეთო აპდეიტები და აღარ მიხვიდე და აღარ დახარჯო ზედმეტი ფული სერვისში. აქ ზოგს აქვს ხოლმე დისპლეი ამ ადგილას, მაგრამ ეს ცოტა ეკონომიური ვარიანტია და თანხაში რო ცოტა მოეგოთ და იაფად გაიყიდათ, იაფიანი მოდელები გამოიშვათ, ამიტომ Bosch-ს აქვს ესეთი ვარიანტი, შეგიძლია გერმანელები ყოველთვის რისი გერმანელები არიან, თუ ცოტა ეკონომია არ გააკეთონ, შეუძლიათ რომ აი ესეთი იმის გარეშე, ეკრანის გარეშე გააკეთოთ და თუ რაღაცა გჭირდება, ტელეფონში შეხვიდეთ და ჩაიხედოთ და იქიდან უკვე მართოთ თქვენი ველოსიპედის Bosch-ის ძრავი. უკანა აქვს 203 მმ-იანი როტორი და წინ უკვე გამოუშვეს 220 მმ-იანი როტორები დააყენეს აი ესეთ პატარა მონსტრზე. გაინტერესებთ რამდენი კილომეტრს გადის, ისე იგი სწორზე ივლი გადის 100-დან 100 კილომეტრამდე, თუ ივლი მთაში და ძალიან აღმართებზე არ ივლი, ძალიან აღმართებზე გულისხმობ იმას, რომ elevations არ აწევ 1500-მდე სიმაღლეში ასვლას თუ გეგმავ დაახლოებით მაგ შემთხვევაში გაივლი 60-დან 70 კილომეტრამდე და თუ 1500 მეტრს კიდე აცდებისევით, მაშინ უფრო შემცირდება და დაახლოებით გაივლი 40-დან 50 კილომეტრამდე. დამოკიდებულია თქვენ წონაზე და დამოკიდებულია თუ რა რეჟიმს ხმარობ სვლის დროს, ანუ რეჟიმი რას ქვია, რეჟიმები აქვს ამას რამდენი პროცენტით მოგემატოს ძალა, რამდენი პროცენტით მოგეხმაროს აღმართებში ასვლისას და მას შეუძლია განავითაროს იქიდან გამომდინარე ნიუტონ-მეტრები და ვატები, თუ თქვენ რამდენ ვატს და ნიუტონ-მეტრს მიუმატებთ ღილაკზე თითის დაწოლით. რაც აქვს ამას უყენია ახლა ბოლო მოდელი ნაწილები, ბოლო, ამაზე ბოლო ჯერ არ გამოსულა, არის ალუმინის ჩარჩოთი, ორ ამორტიზატორიანი გეომეტრია, ენდუროს გეომეტრია, ენდურო უფრო არის გრძელი, ვიდრე შედარებით სხვა ველოსიპედები, უყენია
ვიდრე მე ვგულისხმობ cross country, იმიტომ enduro უფრო სხვა ბაზაზია აწყობილი, გეომეტრია აქ იდეალური, ყველაზე მაგარი გეომეტრია აქვს. თვითონ უკვე ეს ველოსიპედი მოდის უკვე ტუბლესზე გამზადებული და ეხლა ამ ვიდეოში განახებთ ამ ყუთში რა მოყვება, ესე იგი ყუთში მოყვება სითხე არის ასხია, პირდაპირ შეგიძლია პირდაპირ ჩაასხა, იგი რომ გამზადებულია, ამას გადაკეთება ტუბლესად არ უნდა, ტუბლესის თავაკები აქვს, ამას უყენია თანამედროვე ბოლო თავისი სანტა-კრუსის მიერ გაკეთებული, ამას ტუბლეს მოშვება აღარ უნდა, ეგრევე მაგ თიც დააწვევი იბერება, ანუ თიც დააწვევი დაუშვებ, წამოაცმევ იბერება, აქ დამატებითი რაღაც მიწევ-მოწევა არ უნდა. რეზერვის კარბონის დისკები აქვს და კიდე 52-იანი უკანა კვილი აქვს, 52 ნიშნავს ყველაზე დიდს, რაც აღმართში გიმარტივებს ასვლას, წინა ყენია 34-იანი კბილანა. ცეპის დამცავი რო ცეპი არ ამოგიხტეს, აქ ძრავის დამცავი, ძრავი აწიეს რაც შეიძლება მაღლა, რომ გადასვლისას არ წარმოატყა აძირი და დაამსუბუქეს, ეს გახადის სადღაც კილო 800 არის უკვე ამისი წონა და ველოსიპედის წონა არის 21 კილო. მაშასე მოყვა ინსტრუქცია დატენვის, ძრავის, სიცხეს, სითბოსი. მოყვება აქ კარბონის ველოსიპედის თვლების ინსტრუქცია და როგორ უნდა გამოიყენო და როგორ უნდა გაუფრთხილდე, როგორ მოუარო სხვადასხვა ენაზე. თავისი პასპორტი. აქ წერია მოვლის პირობები სხვადასხვა ენაზე. ეს არის სილენტი 250 მგ, ორივე საბურავში ისხმება 125 გრამი, რომელიც არის სტენსის ფირმა, ორიგინალი ყველაზე მაგარი ბრენდი მსოფლიოში. ამას მოყვება WTB-ს რო ვეძახით, ეს ბრენდი, მაგარი სკამი, ესეთი სპეციალური დატოვებული ადგილთა სისხლმა კარგად გაიაროს. აქ არის Bosch-ის დამტენი, ახალი დამტენები აქვს Bosch-ს, მეხუთე თაობას, განსხვავებული შესაერთებლებით უფრო დახვეწილი და უფრო მყარი შეერთების დროს. 4 ამპერიანია, მუშაობს 220-240 ვოლტზე, გამოიმუშავებს 36 ვოლტს. საკმაოდ მძიმეა, სავარაუდოდ მეტი სპილენძი ჩადეს შიგნით. ამის მერე მოყვება პედლები, სტოპები თუ ქალაქში დადიხარ, მაშინ ევროკავშირის რეგულაციებით აუცილებელია რომ ამრეკლები გქონდეს თვლებზე, თუ არა და ესე ჯარიმა არის. აქ არის სხვადასხვა ამრეკლები. ხო, ესენი არის უკვე მისაწებებელი ნაკლეიკებს რო ვეძახით, კიდევ არის საბუთები ამორტიზატორის, ამას მოყვება დამცავები, შეგიძლია დამცავი ადგილები მიაკრეს, სადაც ხაზები გადის, რომ ჩარჩო არ დაიჩხაპნოს. და საჭე გვინდა ეხლა, საჭის მექანიზმი უნდა იყოს აი აქეთ. და დროპერი. ესე იგი, აქ ეს დროპერი. ეს არის დროპერი ამისი. ცოტა ძალა უნდა ოდნავ. გაიშალოს. არ გაშლია, იმიტომ რომ ეს small zone-აა, მეტი აღარ იშლება სიგრძეზე. ჩამკეტები დროპერის ერთი საჭე თავისი მუხრუჭებით. სულ ესაა, ეხლა დავიწყებ ამ ველოსიპედის აწყობას და დაკომპლექტებას. აქედან გალაკული ვითროვა აქ. ნახეთ? ხო, რო აძურის ისა, რო არა, აი შეხედე, აი ამ ადგილს, აი აქ არა. აი ბორტზე.